დამაღელვებელია თქვენთვის ის კადრები, რაც TV პირველმა აჩვენა პატრიარქის გარდაცვალების დღეებში, სადაც ჩანხართ თქვენ ძალიან ახალგაზრდა, არ მქონია თქვენთან საუბრის საშუალება მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ და მიიღეთ ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო, რომელთანაც თქვენ ამდენ წლიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ. დიდი მადლობა. Kalbatono, დიდი მადლობა. როგორ ბრძანდებით, მეუფე ვახტანგ? შედარებით უკეთ მადლობა ღმერთს. ღმერთმა კარგად გამყოფოთ. მოდით დავიწყოთ საუბარი ხვალინდელ სინოდის ხდომასთან დაკავშირებით, რამდენადაც ყველას გვაინტერესებს, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ხვალ სინოდის ხდომაზე. თქვენ პირადად რას ელით, რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ გადაწყდა ხვალინდელი სინოდის ხდომის მოწვევა და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული სინოდის ხდომაზე? გასაგებია. დავიწყოთ იმით, რომ ხვალ სერიოზული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იმ თვალსაზრისით, რომ საჭირო არის უფრო კონკრეტული სახე ჩამოყალიბდეს. რას გულისხმობს ეს? საპროცედურო საკითხები ისეთი რამ არის, სადაც უნდა განვიხილოთ დებულება, რომელიც არსებობს და აქვს მართვა გამგეობის დებულება. მაგრამ იქ მოითხოვს კონკრეტიზაციას, რა შემთხვევაში რა უნდა მოგვაწოდოს კანონმა, რა იმუშავებს თუ ვერ იმუშავებს. აი ამისათვის ხვალ ვიკრიბებით სინოდის წევრები, შეიძლება სრულყოფილი არ იყოს სინოდის წევრები, მაგრამ მე მგონი უმეტესობა ვიქნებით და ასე ვიტყოდი, განათლების საკითხი და ასაკის საკითხი განიხილება. ძნელი სათქმელი არის ახლა როგორ განიხილება ეგ საკითხები. ჩვენ ვიცით, რომ პროცედურა ისეთი რამ არის, რომ ექვემდებარება განჟას. ყველას ექნება თავისი სიტყვა, თავისი კონკრეტული აზრი და ჩვენ ჩამოყალიბდებით. მაგრამ როგორი იქნება ეს, მე წინასწარ არ შემიძლია ამის თქმა, რადგანაც არის საკითხები, რომელიც ექვემდებარება კანონს, დებულებას და არის საკითხები, რომელიც კონკრეტული თვალსაზრისით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აი ეს არის მთავარი საკითხი. ეხლა ეს საკითხები არის ასაკი, როგორ უნდა განისაზღვროს საპატრიარქო ასაკი. უნდა იყოს აუცილებლად 40 წლის ასაკისა მინიმუმ. მაგრამ მაქსიმალური წელი არსებობს, რომ ეს არის 70 წელი. 70 წელი შეიძლება შეუსრულდეს ადამიანს რაღაც დღეებში და შეიძლება შეუსრულდეს ორ თვეში. ეგაც არის ასეთი პროცესი. მაგრამ ჩვენ ხვალ უნდა კარგად ჩამოვყალიბდეთ და მივიღოთ უპრინციპო, ისეთი კი არა, რომ რაღაცა, რომ არ უნდა იყოს რაღაც შეცდომები. ჩვენ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილებანი. იქნება ეს განისაზღვრება, როგორც იტყვიან, 70 წლით, თუ შეიძლება ჩვენ კიდევ დავამატოთ 2 წელიწადი. ყველაფერი შესაძლებელი არის. გააჩნია ჩვენი სინოდის წევრები როგორ ჩამოყალიბდებით. და ეს არის მთავარი მომენტი. დიახ, ანუ დიახ, უკაცრავად, დიახ. დიახ. მეორე, მე ვიტყვი ქალბატონო ინგა და მე კი ბატონო, ბოდიში მეგონა რომ დაასრულეთ უკაცრავად. განათლების საკითხი ეს მართლაც კარგია, როდესაც აქვს ადამიანს უმაღლესი განათლება, ერის განათლებაზეა ლაპარაკი, მაგრამ აუცილებელი არის
საპატრიარქო კანდიდატს ჰქონდეს თეოლოგიური განათლება, ანუ საღვთისმეტყველო განათლება. ეს აუცილებელი პირობა არის და ეს მე ვიტყოდი, რა ვიცი, შეიძლება ადამიანებს ჰარვარდი ჰქონდეს განათლებით დაამთავროს თავის დროზე, არის ჩვენი ახალგაზრდები, ამთავრებენ დღესა და აყვავს ესეთი ადამიანები, მაგრამ აუცილებელი ყოფილა თეოლოგიური განათლება. აი ეს არის გადასაწყვეტი და მისაღები ამ თვალსაზრისით, რომ აუცილებელი პირობა არის საპატრიარქო კანდიდატს უნდა ჰქონდეს თეოლოგიური განათლება და ზოგადად განათლებული ადამიანი უნდა იყოს. მე დღეს ძალიან დიდი ისა მაქვს იმ ადამიანების მიმართებაში სიმპათია, ვისაც აქვს განათლება და ცოდნა. მე ძალიან ვაფასებ, ეს არის აუცილებელი პირობა დღევანდელ ურთიერთობაში. დღეს განათლების გარეშე არაფერი არ შეიძლება მოხდეს საუკეთესო ამ ქვეყანაზე და ეს არის აუცილებელი პირობა. აი ესე ვიტყოდი. ეხლა თუ რამ შეკითხვა იქნება ამ კუთხით ქალბატონო. კი, მაქვს რაღაც შეკითხვები. კი ბატონო, მაქვს სწორედ ამ თემებთან დაკავშირებული შეკითხვები, ანუ თქვენ დამიდასტურეთ, რომ ასაკის და განათლების თემა იქნება. ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, როცა ბრძანეთ, რომ არის თუ არა შესაძლებელი, რომ ვთქვათ 70-ს კიდე 2 წელი დავამატოთ. ეს იდეა მომწიფებულია სინოდის წევრებში, თუ ეს არის თქვენი პირადი მოსაზრება, იმიტომ რომ სწორედ აი ამ ასაკის თემას უკავშირდება სავარაუდო ერთ-ერთი კანდიდატის დავასრულებ კითხვას და მე არ შეგაწყვეტინებთ პასუხისთვის. ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატის მაგალითად ასაკი ჯერ არ დასახელებულა არავინ კანდიდატად, მაგრამ დიანა ტრაპაიძესთან ეთერში მეუფე დანიელმა ბრძანა, რომ თვითონ არაპირებს დააყენოს საკუთარი კანდიდატურა, მაგრამ თუ სხვები დააყენებენ, ალბათ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგალითად მეუფე დანიელი 71 წლის ხდება, რამდენადაც მე გავარკვიე მაისში. ეხლა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თქვენი ნათქვამი, რომ შესაძლებელია თუ არა 2 წელი დაემატოს 70 წელს. ისე ზოგადადაც როგორი ანგარიშება 70 წელს პლუს 1 დღე და აქვე მომწიფდა ეს იდეა სინოდში, რომ შეიძლება 2 წლით გაიზარდოს ეს ასაკობრივი ცენზი? ეს უშუალოდ არის ჩემი აზრი. ეხლა არ ვიცით, სინოდში იქნება მსჯელობა, ჩვენ ჩამოვყალიბდებით, ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული და მივიღებთ გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით. თუ კი უმრავლესობა ისედაც გადაწყვიტავს ამ საკითხებს, მე მივესალმები. არაფერ ცუდს არ ვხედავ მე აქა. 2 წელი არ არის აი ესეთი რაღაცა საგანგაშო, რომ რაღაც ეს აუცილებელი იყოს, ან პირიქით ეს უნდა იყოს ისე მიღებული, როგორც შეესაბამება 70 წელს. მე პირადად მომხრე ვარ, რომ შეიძლება გაიზარდოს ეს ასაკი. რატომაც არა? თუ ამას ჩვენი სინოდის წევრები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ. არ არის პრობლემა. კი ბატონო, მე უფე ვახტანგ, აი თუ არ იქნება მაგალითად ეს თქვენი მოსაზრება გაზიარებული, რომელზეც ეხლა საუბრობდით, მაშინ 70 წელი მხოლოდ 70 წლამდე ეპისკოპოსს ექნება შანსი, თუ 70 პლუს რამდენიმე თვე მაინც დასაშვებს გახდის ამ ასაკს მიტანებული კანდიდატის მონაწილეობას არჩევნებში. დიახ. სწორედ ამიტომ გვჭირდება კონკრეტულად. აი, ამიტომ ვიკრიბებით აქა, რომ ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტოთ ესეთი საკითხი, რომელიც კონკრეტიზაციას მოითხოვს. აი, ეს არის მხოლოდ ჩვენი შეკრების მიზეზი. თორე იქ არის ნათქვამი და ისე ვიმსჯელებთ იმას.
მაგრამ სწორედ ეგ საკითხები უნდა გადავწყვიტოთ. აი, საინტერესოა ძალიან. ძალიან საინტერესოა გაიზიარებს თუ არა სინოდის სხვა წარმომადგენლები გაიზიარებენ თუ არა სინოდის წევრები ამ თქვენს მოსაზრებას. ისე ეხლა ეს თქვენი მოსაზრება, რასაც აჟღერებთ ეთერში, მეუფე ვახტანგ, ეს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს ხომ არ უკავშირდება თქვენ რადგან ამაზე საუბრობთ? არანაირად ინგა, ნამდვილად ეს არის ჩემი პირადი ხედვა და მე ეს გამოვხატე, მეტი არაფერი. ხო, ეს სინოდის წევრების გადასაწყვეტი იქნება, ხო? კი ბატონო, არა, უბრალოდ გამიჩნდა კითხვა, რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს ხომ არ უკავშირდება, თქო მაგალითად მეუფე დანიელი, რომელიც 70 წლის არის. ისე იცით მეუფეო, უკვე ვინ იქნებიან კანდიდატები? თქვენ თუ ყავთ თქვენთვის მაგალითად შერჩეული, ვის დაუჭერთ მხარს პატრიარქის არჩევნებში დიდი გამოცდილების ბრძანდებით, მე გავიხსენებ პროდიუსერებს თხოვ პარალელურად კადრები გაუშვან მეუფე ვახტანგი ძალიან ახალგაზრდა 1977 წელს რომ იღებდა მონაწილეობას ილია მეორეს არჩევნებში და გამოცდილი ადამიანი ხართ, გამოცდილი ამხელა გამოცდილების სასულიერო პირი ხართ. ვინმე უკვე ყავთ შერჩეული, ვის დაუჭერთ მხარს? ეს უკვე ჩამოყალიბებული აზრი ჩვენ გვექნება 40 დღის შემდეგ, როდესაც სინოდის წევრები წარადგენენ თავიანთ კანდიდატურებს და ჩვენ უკვე გვეყოლება საბოლოო ჯამში 3 კანდიდატი და იქედან უკვე მე მექნება ჩამოყალიბებული აზრი, ვის შეიძლება მე ჩემი ხმა მივცე. მანამდე მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, არ შემიძლია უბრალოდ, იმიტომ რომ არა ვართ ჩამოყალიბებული. ამას სჭირდება დრო და პროცედურები. თქვენთვისაც არ ყავთ ვინმე შეგულებული, შეგიძლიათ ეთერში არ მითხრათ მესმის ვერ მეტყვით ეთერში, მაგრამ ისე თქვენთვის თუ ყავთ, ვიზეც ფიქრობთ, რომ საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა პატრიარქობის? ბევრი საუკეთესო კანდიდატები არის საერთოდ ჩემს ცნობიერებაში, არიან ასეთები და საკმაოდ დიდია შეიძლება ითქვას რიცხვი. მაგრამ მე უნდა ჩამოვყალიბდე, როდესაც 40 დღე შესრულდება და მოწვეული იქნება სინოდის სხდომა, ფართო მასშტაბიანი სხდომა, აი მაშინ უკვე მე უშუალოდ ვინ იქნება ეს ადამიანები წარდგენილი, აი იმის მიხედვით მე მექნება შინაგანი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის უნარი და რა ვიცი, ჩემთვის ბევრი არის ისეთი კანდიდატურები, რომელიც ჩემთვის მისაღები იქნება და მე როგორც ძმები ისე ვუყურებ, უმეტესობა ასე არის ჩემთვის. კი ბატონო, საინტერესოა თქვენ რადგან თავადვე ისაუბრეთ იმაზე, რომ ასაკის და განათლების თემას შეეხება, თუ არ იქნება გაზიარებული თქვა თქვენი მოსაზრება და თუ 70 პლუს 1 დღეც კი უკვე შეუძლებელს გახდეს თქვა პატრიარქობის კანდიდატი გახდეს ესა თუ ის ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში მაშინ გამოეთიშებიან ამ არჩევნებს. მე მოარული ხმების მიხედვით საუბრობ, არ გვაქვს ჩვენ დადასტურებული ინფორმაცია, მეუფე დანიელი და მეუფე ისაია, ხო? და მაგალითად ტაბულა წერდა, რომ თუ ეს ასე მოხდება, მაშინ რეალურად ერთმანეთის პირისპირ იქნება 2 რეალური კანდიდატი, ეს იქნება მეუფე შიო და მეუფე იობი. ამ ვერსიაზე რა სიტყვით? რა თქმა უნდა, მეუფე შიო უპირობოდ იქნება ერთ-ერთი კანდიდატი და ამას ახლა არის ესეთი მოთქმა თითქოს ანდერძი, სად არის, იქ რა დაიწერა და ასე შემდეგ. არავითარი ანდერძი არ ჭირდება ამას. როდესაც თავის სიცოცხლეში მისმა უწმიდესობა ყველას წარუდგინა და გავიდა უდიდესი დრო, რომ ეს არის ჩემი მოსაყდრე ბრძანდება მეუფე შიო. მორჩა გათავდა, იმას არავითარი ანდერძი არ ჭირდება. დღეს უკვე ანდერძი ისეთი რამ არის, რომ შეიძლება რაღაცნაირად ეს
მოძველებული სახეც კი არის, მაგრამ რა დროს ანდერძი არის, როდესაც ადამიანი თავის სიცოცხლეში თავის მოსაყდრეთ დაასახელა მისმა უწმიდესობამ. ხო და აი მე პირადად ვიზიარებ ასეთ ხედვას და არავითარი ანდერძი ამას არ ჭირდება. უპირობოდ ეს მეუფეშიო ბრძანდება ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი პატრიარქობისა. უპირობოდ და ეს ამას ადასტურებს მისი უწმიდესობა თავის სიცოცხლეში დაადასტურა. მორშა გათავდა, რა თუნდა ახლა ამას ანდერძების, დამატებითი ფორმების პოვნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ალბათ რა ვიცი, რაღაცნაირად ადამიანები შეიძლება რაღაცა ანდერძი უნდა იყოს და ესა და ცოცხალი ანდერძი არის კაცო, წარმოდგენილი მისი უწმინდესობის სიცოცხლეში და არავის სხვა არ დაუდგენია მოსაყდრეთ. და ასე რომ ეს ძალაში რჩება და იქნება კიდე 40 დღის შემდეგ უკვე კიდევ ორი კანდიდატი, მაგრამ მე არ ვიცი ახლა ვინები იქნებიან, როგორ იქნება ეს ყველაფერი. მე ნამდვილად წინასწარმეტყველი არა ვარ და არც ამაქვს ამაზე გართულება, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის გამოჩნდება 3 კანდიდატი და ამ 3-დან უკვე ჩვენი სინოდი ჩამოყალიბდება, ჩამოყალიბებული ნათელი აზრი იქნება თუ ვინ იქნება საპატრიარქო კანდიდატი სინოდის მიერ დამტკიცებული. კი ბატონო, ისე თავისთავად ეს პროცედურა როგორ ხდება, რომ აი აგვიხსნათ, ანუ მესმის რომ უნდა დაასახელონ ყველა შემთხვევაში 3 კანდიდატი უნდა იყოს და აი როგორ ხდება, ანუ აი როგორ ხდება შერჩევა, ანუ განწყობები ცხადია თქვენ იცით, მე ესე ვარაუდობ ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმდენი წელია თქვენ სინოდის წევრი ხარ და 1977 წლიდან მოყოლებული ჩართული იყავით მისი უწმინდესობის არჩევნებშიც და ყველაფერი იცით. განწყობებზე რა შეგიძლიათ გითხრათ, აი განწყობები როგორია სინოდში და რომ აგვიხსნათ, მე არ მესმის, თქვენ იქნებ განმიმარტოთ, აი თვითონ პროცედურულად როგორ ხდება, ჯგუფი ასახელებს ერთ კანდიდატს, მეორე ჯგუფი ასახელებს მეორე კანდიდატს. აი რანაირად ხდება ეს? რის მიხედვით ხდება? შეიძლება ასეთი სახეც კი შეიძლება ჯგუფური ხასიათის იყოს და იყოს უშუალოდ თვითონ პიროვნებამ დააყენოს კანდიდატი. მაგრამ ჩვენ ჩამოვყალიბდებით 3 კანდიდატზე. ეს მე-40 დღეს უკვე ჩამოყალიბებული აზრი გვექნება და ჩვენ გვექნება ჩვენი ხედვა. თუ ვის მივცემ ხმას და ვის მისცემს სხვები ხმას. ეგ არის. მაგრამ ეს ხდება პროცედურა, ეს არის უკვე ფარული კენჭისყრა. ესე იგი, არავის არ ეცოდინება თუ ვის ვაძლევ მაგალითად ხმას. ან პირიქით სხვები ვის აძლევენ და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ახლა მისი უწმინდესობა მე მომსწრე ვარ მის გამორჩევას საპატრიარქო კანდიდატად და სიმართლე გითხრათ უპრეცედენტო იყო, იმიტომ რომ ხმათა უმრავლესობით კი არა საერთოდ არ ყავდა მას ასე ვთქვათ ვინმე კიდე სხვა რომელიც ოპონირებას გაუწევდა მის გამორჩევას. ასე რომ ეს კიდევ ჩვენ გვირთულებს საკითხებს მაშინ სადახლა ყველა გაიძახდა და იძახდა იმ დროს მე ძალიან კარგად მახსოვს რომ მისი უწმინდესობა ეს არის სახე მომავალი დიდი პატრიარქისა. აი ყველა თითქმის ამ განწყობის იყო და არ ამგონია რომ იქ ვინმე ერთეულებიც ყოფილიყო. ერთხმად იქნა არჩეული მისი უწმინდესობა. და იყო კიდე ძალიან დიდი პატრიარქი. ხო, დღეს სხვა სიტუაცია. დიახ. დღეს უკვე სხვა რეალობაში ვართ. უკვე იქნება კანდიდატები და ბოლოს ჩამოყალიბდება 3 კანდიდატზე შერჩევითი გადაწყვეტილება. ეს არის და ესა. თუ მარტივი არის, არ არის ეს რთული საკითხები, მაგალითად, მაგრამ ახლა ვნებათა ღელვა იქნება და ეს ბუნებრივი მოვლენა არის.
ეს პროცესი არის უკვე და ნუ გაუკვირდება რომ ეს რატომ ხდება ასე და რატომ ხდება ისე. ეს არის ადამიანები ვართ და ჩვეულებრივად ბუნებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, მით უმეტეს მისი უწმინდესობის შემდეგ. მე უფე ვახტანგ, მისი უწმინდესობის შემდეგ ძალიან რთულად წარმოუდგენია ბევრ ადამიანს ახალი პატრიარქის მოღვაწეობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი პატრიარქი ყავდა ჩვენ მართლა ეპოქალური შესაბამისად ძალიან რთული იქნება ნებისმიერი ახალი პატრიარქისთვის, ვინც არ უნდა გახდეს ის ადრე ვამბობდით გადაცემებში, როდესაც მისი გარდაცვალების დღეები იყო, რომ აი რაღაცნაირად ხომ არ მოხდება, რომ ილია მეორეს ჭრდილქვეშ მოუწევს ყოფნა შემდეგ პატრიარქსო. ძალიან რთული იქნება ალბათ. დიახ. მე ეს განვაცხადე ინგა ჩემს სიტყვაში, რომ დაუშვათ ძალიან გაუჭირდება, ვინც არ უნდა იყოს ახალ პატრიარქს მოღვაწეობა, მაგრამ თუ მას ეყოლება გამორჩეული ძლიერი გუნდი და იქნება ერთი ხედვა, ერთი ნება, სამართლიანობა, მე ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში მეტნაკლებად გადაიჭრება დადებითად ყველა საკითხები და სინოდის წევრების კმაყოფილი იქნება, სამღვდელოებაც კმაყოფილი იქნება და ჩვენი მორწმუნე ერის კმაყოფილი დარჩება. მაგრამ მე კიდევ ვამბობ, საჭირო არის დღეს მომავალმა პატრიარქმა გადადგას აუცილებლად ახალი ნაბიჯები, რომელიც შეესაბამება დღევანდელობას და არა წარსულს. ყველაფერი გასაკეთებელი, ბევრი საკითხები დაგროვდა და ამას სჭირდება რეალიზაცია, გადაწყვეტა. ადამიანები ყოველთვის არის ბოლოდინში, თუ რა მოხდება, რა შეიცვლება, რა მოხდება იმ თვალსაზრისით, რომ სიკეთისაკენ რა შემოტრიალდება, რა იქნება და ეს ყველაფერი თუ არ გაკეთდება, ვინც არ იქნება პატრიარქი თუ იქნება, მე ვიტყოდი, რომ ყველანი აღმოჩნდებიან აც განსვენებული მისი უწმინდესობის შტილში. ეს მე ვთქვი და იგივე სიტყვას ვიმეორებ დღესაც. ეს ასე იქნება, ეს გარდაუვალი იქნება. მაგრამ ჩვენ სინოდის წევრები, ვინც ვართ, 40 ადამიანია თუ ასე არის. 39 თუ არ ვწდები, ხო? ვერში დაუდგეთ 39 ხო, ასე ვიტყოდი, 40 ვთქვი. გვერდში უნდა დაუდგეთ გამორჩეულ პატრიარქს და მას მისი ჩანაფიქრი რაც იქნება დიდი საქმის გასაგრძელებლად, რომ ყველამ გავიზიაროთ ერთი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს უგენიოსესი რომ იყოს და გენიალური მოვლენა დღევანდელობისა, მაინც მას სჭირდება თანადგომა. უწმინდესიდან მე მახსოვს მისი სიტყვები, ყოველთვის იძახდა. კი, მე ეს გავაკეთე, მაგრამ თქვენ რომ არ ყოფილიყავით, მე ამას ვერ შევძლებდი. ეს არის მართლაც ჭკვიანი ადამიანის სიტყვები. ნამდვილად ასე მე სხვა სიტყვებს ვერ გამოვხატავ, სხვა რამე არ შემიძლია ვთქვა. და ამიტომ ჩვენ გვერდში უნდა დაუდგეთ, ვინც იქნება პატრიარქი ღვთისაგან გამორჩეული და უნდა შევაძლებინოთ მას, რომ ყველაფერი წარიმართოს იმ პროცესით, რომ დაუშვათ იქნება სამართლიანობა და იქნება სიკეთის ზეიმი ქვეყანაზე და ეკლესიაში. ეკლესია ეს უდიდესი ძალა არის, სასულიერო ძალა არის, ღვთისგან დადგენილი ძალა არის და ეს დღეს ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას, ჩვენს ქართველობას, რომელიც მართლა ჩვენი ერის ისტორია თუ გადავხედავთ, ჩვენთვის როგორც ბრძანებს ილია მართალი, წმინდანად შერაცხილი დიდი ილია, რომელიც ამბობს, რომ ქართველი ერი ჯვარს ეცვა ქრისტესთვისო. ეს მართლა ჭეშმარიტება არის. მართლაც ეს ასე არის.
მართლაც უდიდესი დამსახურება აქვს ამ პროცესისათვის ქართველ ერს და ჩვენთვის უცხო არ არის ქრისტიანობა და უნდა იზეიმოს საქართველოში მართლმადიდებელმა ქრისტიანობამ. ეს არის ჩვენი კრედო და ეს არის ჩვენი საფუძველი. თუ გინდ რომ ერი გადარჩეს, ის ჩვენ უნდა მივიყვანოთ ქრისტეს რწმენასთან. უნდა მივიყვანოთ ქრისტესთან. აი ეს უნდა შეისხორცოს ქართველმა ადამიანმა და დაუძლეველი მერი არაფერი არ იქნება ღვთის შეწევნით. ჩვენ შევქმნით ისეთ ძალას, რომელიც იქნება სამართლიანი, იქნება მოსიყვარულე თავის ერისა და იქნება ერთგული დედა ეკლესიისა. მეუფე, მთავარი კრიტერიუმები რა არის, თქვენ როგორ ფიქრობთ, პატრიარქობის არა, გესმით ჩემი ხმა მეუფე. მეუფე ვახტანგ, გესმით ჩემი ხმა, გადაურეკავენ, ეხლავე დაგიკავშირდებიან, მოკლედ ხვალინდელი სინოდის წინ ძალიან საინტერესოა მეუფე ვახტანგ ახვლედიანის მოსმენა, პროდიუსერს ვთხოვ, როდესაც უკვე იქნება კავშირი მასთან მითხარით, იმიტომ რომ კითხვები მინდა რომ გაიგოს მან, მანამდე მაყურებელს ვეტყვი, ვინც ახლა შემოგვიერთა, მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ კი ხვალ სინოდის ხდომაზე დადგება ეს ორი საკითხი, ასაკის და განათლების თემა და ისაუბრობდა იმაზე, რომ მაგალითად მისი პირადი მოსაზრებაა, რომ შესაძლებელია არ განისაზღვროს მაინც და მაინც საპატრიარქობის კანდიდატის ასაკის 70 წლი და შესაძლებელია მაგალითად 2 წლითაც გაიზარდოსო. ეს საინტერესოა იმ მხრივ, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ჩვენ ვერსიებზე ვსაუბრობ, ჯერ ოფიციალურად არავინ დასახელებულა, ეს არის მეუფე დანიელი, რომელიც 71 წლის ხდება, თუ არ ვცდები, მაისში. გვაქვს კონტაქტი მეუფე ვახტანგთან? მეუფე, მე კითხვას გავიმეორებ, აღარ გესმოდა თქვენ ჩემი. მთავარი რა კრიტერიუმი არის პატრიარქობისთვის და პატრიარქობის კანდიდატად შესარჩევად? ეს ძალიან საინტერესოა. ანუ კონკრეტული სინოდის ჯგუფები შეარჩევენ წარმომადგენლები შეარჩევენ პატრიარქობის კანდიდატს. აი, რა არის მთავარი კრიტერიუმები პატრიარქობისთვის, რომ კანდიდატი იქნა შერჩეული? ან თვითონ დააყენებს თავს. დამატებით მე გეტყვით, ან თვითონაც დააყენებენ სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება დააყენოს თავისი კანდიდატურა. დიახ. ეგაც არის, დამატებით რომ მოგახსენოთ. დიახ. ეს არის. ეხლა რთული საკითხი არის, იმიტომ რომ საპატრიარქო კანდიდატი უნდა იყოს სინოდის წევრებისაგან გამორჩეული, საუკეთესო უნდა იყოს, მოკლედ ამის თქმა მინდა. საუკეთესო თავისი სიყვარულით, რწმენით, მოწყალებით, თავისი მოღვაწეობით და ამავე დროს ყველაზე მთავარს ვიტყოდი სამართლიანი ყოველთვის. ეს არის მთავარი პრინციპი, რომ ერის გაყვება მას და მრევლის გაყვება მას, ასეთ პატრიარქს. აი ეს სამართლიანობა, ეს ისეთი რამ არის, რომ შეიძლება ადამიანი მოითმინოს შიმშილი, წყურვილი, ჩაუცველობა, ყველაფერი, მაგრამ უსამართლობას ქართველი კაცის ბუნება ვერ ეგუება. და ამიტომ ყველას უნდა ახსოვდეს დიდსა და პატარას, რომ სამართლიანობა უნდა იზეიმოს. ეს არის ჩემი ხედვა. ეხლა საპატრიარქო კანდიდატი უნდა იყოს, მე ვამბობ, შემკული ყველაფრით. ყველაფერი კარგით უნდა იყოს შემკული. დაწყებული რწმენით, განათლებით, მოწყალებით, უშუალობით, სიყვარულით და ეს აერთიანებს მერე ადამიანებს. ადამიანებს უნდა უყვარდეს პატრიარქი. ეს არის მთავარი საზომი ერთეული. მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ ეს შეძლო, ის უყვარდა ადამიანებს. სხვანაირად ის ვერ იქნებოდა დიდი პატრიარქი. აი ეს არის მთავარი მომენტი. და მოციქულიც ამას ლაპარაკობს ახლა. პავლეც ამას ლაპარაკობს და იოანე სიყვარულის მოციქულს ეძახიან. შვილნო ჩემნო, გიყვარდეთ ერთმანეთი. ეს არის ღვთისმსნებაო, ამბობდა. და ასე არის ეგაც.
აი შემწყალებელი უნდა იყოს. შეიძლება დაისაჯოს ადამიანი ან სასულიერო პირი რაღაცა დროით, მაგრამ ამავე დროს ის უნდა იყოს შემწყალებელი. და ეს ქონდა მის უწმინდესობას, მე ბევრ ამესა ვარ, მართლა თქვენი თქმის არ იყოს მოსწრებული და ეს სიკეთე მას ძალიან კარგად ხონდა გააზრებული. ამის მაგალითები ბევრი არის და ასე რომ მე უბრალოდ ვამბობ, რომ რა ნიშით უნდა იყოს შერჩეული საპატრიარქო კანდიდატურა. რა თქმა უნდა, ის განათლებულიც უნდა იყოს, წარმოსადექი თავისი სიტყვით, საქმით, აი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ უნდა შორდებოდეს. ეს შეგვიძლია ყველას? არ შეგვიძლია ეს ყველას. ჩვენ ღვთის გარეშე არაფერი არა ვართ. არაფერი არ შეგვიძლია მაცხოვრის გარეშე ჩვენ და ამიტომ ამ მონაცემებმა რაც მე ჩამოვთვალე, აუცილებელი კრედო იქნება, რომ ამ კუთხით შეირჩას პატრიარქი. ამიტომ ძნელი შესარჩევი არის, რა თქმა უნდა, პატრიარქობა ეს არ არის ისე რაღაც სხვა პროფესია. სხვა არის პროფესია, ექიმობა, ვექილობა, იურისტობა, ყველაფერი, მაგრამ სასულიერო პირი ეს პროფესია არ არის. სასულიერო პირი და ვითუმეტეს მამა, ერის მამა, ეს უფალმა თვით უნდა დაადგინოს. ეს დიდი განზომილება არის, დიდი მე არის ქვეყნისა და ერის წინაშე და ამიტომ ძალიან დიდი ჩვენ გამოცდილებითა და რა ვიცი სულიწმიდის კარნახით უნდა შევარჩიოთ მომავალი პატრიარქი, რომ გაუძღვეს ერს. მეუფე, ანუ ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით ვინ იქნებიან კანდიდატები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, უბრალოდ აი ვერსიების დონეზე არის საუბარი, რომ შესაძლებელია თუ ასაკმა მისცა საშუალება, ანუ რა გადაწყვეტილებაც იქნება, იყოს მეუფე დანიელი, მეუფე ისაიაზე მოგისმენიათ ალბათ, მეუფე იობზე ვერსიად გვაქვს მოსმენილი და რაც ვიცით, არის მეუფე შიო. მეუფე შიო ყველა შემთხვევაში იქნება პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი, ხო? და უპირატესობა ექნება მეუფე შიო მუჯის, როგორც მოსაყდრეს მეუფე ვახტანგ, როგორც მოსაყდრეს, მას რაიმე უპირატესობა თუ ექნება ამ არჩევნებში? უპირატესობა თავისთავად აქვს მისი უწმინდესობისაგან მინიჭებული, რომ მოსაყდრეს დაადგინა თავის სიცოცხლეში. თავისთავად ეს გულისხმობს, თავისთავად იგულისხმება აქ ყველაფერი. მაგრამ როგორ გადაწყდება ხმათა უმრავლესობით ეს არჩევნები, არც მე ვიცი და მარტო უფალმა უწყის ეს ყოველი. არავინ არ იცის, ეს ჩამოყალიბებული აზრი უკვე იქნება 40 დღე, როდესაც გათავდება და სინოდი განაახლებს თავის მუშაობას. აი მაშინ გვეყოლება ჩვენ სამი კანდიდატი და შევჩერდებით მერე ორი ჩამოყალიბდება ორზე და იქ ვინც იქნება ხმათა უმრავლესობით უკვე გაიმარჯვებს, ის იქნება მომავალი ჩვენი პატრიარქი, ვისაც მოწონს თუ არ მოწონს, მოეწონება თუ არ მოეწონება. კი ბატონო, მაგრამ აი ექსპერტები ამბობენ, რომ მღვდელმთავრების განწყობების ერთგვარი გაზომვა მოხდებაო ხვალინდელ სხდომაზე. კი, არ დასახელდება ხვალ კანდიდატები, მაგრამ რაღაც ძალიან საინტერესო ფორმულირება მღვდელმთავრების განწყობების გაზომვა. ჯერ ეს ერთი გავიგებთ, ასაკის თემა როგორ გადაწყდება, განათლებასთან დაკავშირებული თემა როგორ გადაწყდება და პლუს ამისა მღვდელმთავრების განწყობების გაზომვა. აი თქვენ რა იცით ამ განწყობებზე? როგორია სინოდის შიგნით? რა ვიცი, აბა ეს ბუნებრივი მოვლენა არის, ქალბატონო ინგა, ეს ბუნებრივი მოვლენა არის, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ გვიყვარს კიდევაც და გამორჩეულათაც გვიყვარს, ესაც არის ჩვენში და ამიტომ ძნელი სათქმელი არის, ეს რთული პროცესი არის, რა თქმა უნდა. დაუშვათ მე შეიძლება დღეს მქონდეს სიმპათია ადამიანის, ხომ შეიძლება მქონდეს შინაგანად, მაგრამ მე 40 დღეს შეიძლება მე შემეცვალოს ხედვა.
ეგაც არსებობს. ასია ყველაში და ასე იქნება ეგაც და ამიტომ ნუ ვიჩქარებთ ჩვენ 40 დღის მანძილზე ჩამოყალიბდებით და ეს პროცესი იქნება ახლა როგორ გითხრათ ახლა არიან ადამიანები ცდებიან ახლა პროფესიონალები ცდებიან და უშეცდომ არავინ არ არის მაგრამ ახლა რატომ მაინდა-მაინც ასეთი ხედვა აქვს ჩვენს დაუშვათ აი წარმოდგენილ ადამიანებს რომ აი ასეთი ის არის აზრი და ეს ასე მოხდება ხვალ და ასე იქნება ხვალ ჩვენ მივიღებთ კანონს მორჩა გათავდა კონკრეტულად გადაწყდება ხვალ საკითხი ისე მოლოდინი როგორი გაქვთ ასაკთან დაკავშირებით გაითვალისწინებენ თქვენს მოსაზრებას რა ვიცი მე შეიძლება კიდევ ვამბობ რომ შეიძლება არა და შეიძლება კიდევაც ხვალ ჩემი აზრი გამოვხატო მაგრამ რა ვიცი ახლა სინოდის წევრები მე დამეთანხმებიან გაიზიარებენ ჩემს ხედვას არ გაიზიარებენ წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია ქალბატონო ინგა და არ ვიცი რა ვიცი როგორ იქნება მაგრამ ჩვენ ვიმსჯელებთ ყველას თავისუფალი აზრი ექნება და ყველას მოусმენთ და ყველა დავიშვათ თავის სათქმელ სიტყვის. მე ვფიქრობ ჩამოყალიბდებით. კი ბატონო, ხელისუფლების ჩარევა. მოდით ამ თემას შემოვიტანდი ჩვენს საუბარში. მე უფე ვახტანგ. მე მაგალითად პირდაპირ კითხავთ ყოველგვარი მოკიბის გარეშე, როგორ ფიქრობთ, არ ჩაერევა ხელისუფლება პატრიარქის არჩევნებში? შეგახსენებდით თუნდაც სუსის ცნობილ კრებსებს, რომელიც ძალიან მძიმეა წასაკითხადაც და ალბათ ბევრი სასულიერო პირისთვისაც ძალიან მძიმე იყო, როდესაც ცნობილი გახდა სუსის კრებსების შესახებ. როგორ ფიქრობთ, ამ კრებსების ჩანაწერების გამოყენებით, პირადი ურთიერთობებით, არ ვიცი მე, რაღაცა სხვადასხვა ინტერესებით, აქვს თუ არა უკვე, ექნება თუ არა უკვე ხელისუფლებას დალაგებული სინოდში არჩევნების თემა, რომ გახდეს პატრიარქი მათთვის მისაღები, მათთვის სასურველი. მე ვერ გეტყვით ეს ისეთი საკითხია, საჩოთირო საკითხი არის. შეიძლება იყოს კიდევაც, შეიძლება არ იყოს კიდევაც. პირადად მე არავინ არ შემხმიანებია რომ მე უფე ვახტანგ თქვენ გინდათ თუ არ გინდათ ეს ჩვენი ასეთი თხოვნა იქნება ხმამისეთ ამა თუ იმ კანდიდატს ესეთი მე თავისუფალი ვარ არავინ დღემდე არ შემხმიანებია და იმედი მაქვს ასე იქნება 40 დღემდე ასე ვფიქრობ მე აი რომ თქვა ახლა რომ ასე ხდება და ისე ხდება მე ვერ გძნობ ამას მე პირადად არავის შემხმიანებია ამ კუთხით. ეს კრებსები რაზე მეტყველებდა თქვენთვის სინოდის საკონტროლებლად ეკლესიის გასაკონტროლებლად გაკეთებული ხომ არ იყო როგორ ფიქრობთ მე ვფიქრობ კი შემოკადრებთ ჩემს აზრს გეტყვით პირდაპირ ეთერში თქვენ როგორ ფიქრობთ ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და საკონტროლებლადაც მაღალი თუ დაბალი რანგის სასულიერო პირების მე ასე დავინახე სხვათა შორის მეც მაქვს ჩვენება მიცემული ამ კრებსების გამოძიებისთვის რამდენადაც მე მქონია ურთიერთობა მაღალ იერარქებთან გადაცემაში ვიწვევდი ხოლმე მათ სხვადასხვა პერიოდში და ეს კარგად გაშიფრული დეტალურად დამხვდა ამ კრებსებში და მე გამომძიებელს ჩვენებაც მივეცი და დაუდასტურე რომ მართალი იყო როგორ ფიქრობთ ეს სწორედ სინოდის ეკლესიის გასაკონტროლებლად გაკეთდა თუ არა გეტყვით პირდაპირ ჩემს აზრს ძნელი სათქმელი არის ეს პირადად ჩემგან რადგანაც მე ასეთი შემთხვევა პირადად უშუალოდ მე არ მქონია სხვები რა სიტყვიან და როგორ არის მათი დამოკიდებულება ამ თვალსაზრისით მე ჯერ არავისთვის კითხვა არ დამისვია და არ შეხვედრა არ მქონია უბრალოდ და ასე გეტყვი პირდაპირ რომ შესაძლოა ეს იყოს რომ არ უნდა ხდებოდეს მე ამას ყოველთვის მივესალმები მაგრამ არის ადამიანური სისუსტეები
ვიღაცას აქვს ალბათ შეიძლება ითქვას თავისი ხედვები, თავისი აზრი, თავისი გამოვლინება ამ კუთხით, მაგრამ როგორც ასეთი არ უნდა ხდებოდეს მე რომ ვამბობ სინოდის არჩევნებში არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს. ეხლა ჩაერევიან თუ არ ჩაერევიან, ამას მე ვერ გეტყვით და არავით არის ამისი საფუძველი მე პირადად არ მაქვს. მე მარტო ჩემს თავზე ვილაპარაკებ, რომ დღემდე მე არავისგან არც მქონია მოლაპარაკება ამ კუთხით და არც ვინმეს უთხოვია და არც ტელეფონით ყოფილა ზარი რომ მე უპასუხო და რაღაცა მთხოვოს ვიღაცა. ეს არ არის, არ ჩანს, მაგრამ შესაძლოა ეს მოხდეს კიდევაც, მე არ ვიცი, ახლა ყველაფერი ხდება, კაცო. ახლა დიდი ქვეყნები, რა ვიცი, მგონი ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში ერევიან და რაღაცა გაუგებრობებს ქვრიან იქა. დიდი ქვეყნები და მაგალითად ამის მაგალითებიც შეიძლება კარგად რომ განავრცო ყველაფერი, ეს რა ხდება? გაოცებული დარჩები ადამიანი. მაგრამ მე კიდევ ვამბობ, არავის არ აქვს უფლება, მე ვამბობ სამართლიანობას, ხო? არავის არ აქვს უფლება სინოდის არჩევნებში ჩაერიოს. ეს ერის მხრიდან იქნება, თუ ეკლესიის მხრიდან იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პირადად ძალიან ჩემთვის მიუღებელი არის ესეთი რაღაცა და რა ვიცი, ყველას ავთხოვ, რომ ეს უფრო დაძაბავს სიტუაციას, უფრო მოიტანს მღვდელმთავართა შორის რაღაცა დაპირისპირებას და ეს იქნება შეიძლება უმართავსენად გადაიქცეს მომავალში ეს ყველაფერი. ამიტომ არ არის საჭირო ვისაც აქვს ამისი ხედვა, რომ ჩვენ სამართლიანად ჩავატაროთ ეს სინოდის არჩევნები და გამოვარჩიოთ საპატრიარქო კანდიდატურა, არავის არ აქვს უფლება იქ ჩაერიოს. ეს არის ღვთისნება და უფალმა უნდა გადაწყვიტოს. კი ბატონო, თუმცა ჩარევის მაგრამ დასაშვებია რუსეთის დაზვერვის ინფორმაცია იყო ქართული ეკლესიის საჭედმყოფლის არჩევის თემაზე. აქაური ხელისუფლების კი არა, უდიდესი ინტერესია ნახავდით ალბათ რუსეთის დაზვერვის ინფორმაციასაც მსოფლიო პატრიარქის. მე მოვისმინე ესა, კი ბატონო. კი ბატონო, მე ვფიქრობ ასეთნაირად, რომ ყველას ეს ბუნებრივი პროცესი არის ალბათ, მაგრამ მე კიდევ ვამბობ, ბუნებრივი პროცესი არის, მაგრამ მას აქვს ეს თუ ჩვენ ვიგულისხმებთ ამ შემთხვევაში რუსეთს აქვს თავისი პირადი ინტერესები, მსოფლიო პატრიარქს აქვს ალბათ ასე ვთქვათ, ბიზანტიის თვალსაზრისით ვთქვათ, თავისი ასე ვთქვათ, ხედვები და თავისი ასე ვთქვათ, ნება და მე ვფიქრობ, ეს რა ვიცი, ალბათ არ უნდა იყოს ასე, მაგრამ მე პირადად რომ მკითხოს კაცმა, შენ სად იქნები ამ დროს მეუფე? მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ჩემი თავისუფლება. ეროვნული თავისუფლებაც და ეკლესიური თავისუფლებაც. საინტერესო განცხადება იყო ეხლა თქვენგან. მე ერთი კითხვაც მინდა ასეთი რომ დაგისვათ. ეს გავრცელებული ინფორმაცია კანდიდატურების სავარაუდო ვინც ჩამოვთვალე, თქვენ უშვებთ რომ მათგან შესაძლებელია ყველა თუ არა ორი მაინც აღმოჩნდეს კანდიდატი. მე უფე ვახტანგ და მე კიდევ ერთ ბოლო კითხვას დაგისვამ და დაგემშვიდობებ. კი ბატონო, შესაძლოა. იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა თქვენი მოსაზრება და პოზიცია 70+2 წელთან დაკავშირებით. რა ვქნაი, ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ხო. ეს რა ვიცი, ეს არის ჩემი სურვილი რომ დაუშვა თუ არის კაცი 70 წლისა და იმას თუ ეს დადგინდება რომ 2 წელიც დაუმატონ,
ძალიან მივესალმები მე პირადად არაფერს ცუდს აქ არ ვხედავ და პირიქით ძალიან კარგიც იქნება ჩვენი მხრიდან ეს წახალისებაც იქნება ალბათ ჩვენი მხრიდან მაგრამ ეს კიდევ ვამბობ სინოდის გადასაწყვეტია და ბოლოს ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ მეუფე რამდენადაც სულიქ იყავით ამდენი წელი რა შეიცვალა საპატრიარქოში მას შემდეგ რაც მისი უწმინდესობა გარდაიცვალა შეგიძლიათ გითხრათ და თქვენთვის რა შეიცვალა პირადად, იმიტომ რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ მასთან. დიახ. ქალბატონო ინგა, პატრიარქთან მე გეტყვით, შეიცვალა ჩემთვის დღეს არის სიცარიელე, რომელსაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ავსებს. ამის თქმა მინდა. პატრიარქის გარდაცვალებით დღეს მე ვეზიარე სიცარიელეს და ამას ძალიან მძაფრად ვგრძნობ. მართალია თქვენ რომ მე როდესაც მისი უწმინდესობა არჩეული იქნა უკვე გამორჩეული პატრიარქად და მოხდა მისი ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში მე მაშინ გახდით ვიყავი დიაკონი ვიყავი ეს არის მცირე ხარისხი არის სასულიერო წოდებაში, როგორც იტყვიან, დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი. ეს სამი კურთხევის სფერო არსებობს და მაშინ მე გახდით დიაკონი და ჩემი დიაკნობა მოხდა, ჯერ კიდევ დამთავრებული არ მქონდა სასულიერო განათლება, სემინარია და მოხდა მაშინ ბრძანდებოდა პატრიარქი ასეთი დავით დევდარიანი. დიახ. და მის დროს მოხდა ჩემი გამორჩევა, ასე ვთქვათ, დიაკვნად და მაკურთხესა და თანაც ვსწავლობდი. და ამან რაღაცნაირად აი ჩემში, რა ვიცი, ისეთი დიდი ფერიცვალება მოახდინა ამ ყველაფერმა, როდესაც ხდები სასულიერო პირი, უკვე ხდება შენში რაღაცა დიდი ფერიცვალება. და მე მოხდა ჩემი კურთხევა მისი უწმინდესობის ილიას დროს და მე მაშინ მუდრად მაკურთხეს სულთმოფენობას და მე მოხდა ჩემი მღვდელმთავრად ჩემი კურთხევა მაშინ 27 წლისა გახდით და ეს იყო სვეტიცხოველში ყველა ეპისკოპოსი იქ იკურთხება და ეს აქსიომად არის უკვე მიღებული კანონიკა არის ესეთი რომ ყველა ეპისკოპოსი უნდა მოხდეს მისი კურთხევა სვეტიცხოვლის ტაძარში და ეს იყო უკვე ილიაობა საფხული არის ისეთი ცხელა და ეს იყო ილიაობა. ეხლა რაც შეეხება მის უწმინდესობას მართლაც მე როგორც სასულიერო პირი მის ხელში ჩამოვყალიბდი და როდესაც მე ვიყავი დიაკონი აი წარმოიდგინეთ თქვენ მაშინ მეტყოდა ის აი ასეთი ათანასი ალექსანდრიელი შენსავი დიაკონი იყო მაგრამ მას პატრიარქი დიდ კრებებზეც კი აგზავნიდა წარმოიდგინე შენო და ამიტომ ახლა შენ უნდა თქვა ქადაგება და მე უკვე რაღაცნაირად ისეთი მოგზალებული ვიყავი თან იყო სასულიერო პირები ნუ ცოტანი რა თქმა უნდა მღვდელმთავრებიც იყვნენ მაგრამ ძალიან ცოტანი რაღაც 4-5 ადამიანი თუ იქნებოდა იმ დროს უკვე დაქცეული იყო ეკლესია რა კომუნისტური რეჟიმი იყო ეს რაღაცა მძიმე პერიოდი არა სასულიერო პირები არ იყო რაღაცა 70 არ იქნებოდა რომ კარგად დაგვეთვალა კაცო ასეთი ეკლესია ჩაიბარა მისმა უწმინდესობამ და წარმოიდგინეთ თქვენ რომ სწორედ მისი ძალის ხმევით, მისი ენერგიით, მისი დაუღალავი შრომით, ღვაწლით, რა ვიცი რა არა თქვა არ მეშინია პირდაპირ ამის თქმა და სიმართლე გითხრათ რომ მის დროს ჩვენ შევძელით რომ რაღაცა ახალი ამხშენებლობა დაწყებული იყო ქართულ ეკლესიაში შეუძლებელი გაკეთდა და მე მახსოვს მის უწმინდესობას როდესაც გავყვებოდით რაღაცა უმაღლეს ორგანოში ეს კიდევ კომუნისტების დრო არის და ის თხოვდა არ ვიცი ახლა სახელი ოთარი იყო თუ გივი იყო თუ ნოდარი იყო რა მნიშვნელობა აქვს ეტყოდა ხოლმე
ბატონო ნოდარ, თქვენ ეს შეგიძლიათ დღეს გადაწყვიტოთ და გააკეთოთ ეს, მაგრამ ხვალ შეიძლება თქვენ დააგვიანოთ, რადგანაც შეიძლება თქვენ არ იყოთ თანამდებობაზე და ინანოთ კიდევაც, რომ რატომ ეს არ გააკეთეთ. რაღაცა საოცარი მიდგომა ქონდა მას ადამიანებთან ურთიერთობაში, სასულიერო პირებთან ურთიერთობაში. რაღაცა საოცარი მე ძალიან მაკლია მისი უწმინდესობა. მე როგორც სასულიერო პირი მის გვერდით ჩამოყალიბდი. და ასეთი დიდი პატრიარქისა მადლობა უფალს, რომ ასეთი დიდი პატრიარქის თანამოღვაწე აღმოჩნდი. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი დრო და მთელი ახალგაზრდობის წლები მართლაც ქართულ ეკლესიაში ერთად გავატარეთ. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. და დღეს რომ მეკითხები, ქალბატონო ინგა, მე დღეს მაქვს სიცარიელის განწყობა, სიცარიელი ეს უფევს მისი გარდაცვალების შემდეგ და ეს სიცარიელე ვიღაცამ უნდა შეცვალოს შემში, ამის იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, დრო ყველაფერს ყურნავს, როგორც იტყვიან ძველი სწავლულნი, მაგრამ მაინც ეს რომ გაქვს ადამიანს, ეს ძალიან მძიმე მოვლენა არის და მე ძალიან განვიცდი. შეიძლება გარეგნულად ეს მე არ მეტყობოდეს შეიძლება, მაგრამ მე ვარ მოსიყვარული ადამიანი, ურთიერთობა მიყვარს ადამიანები, მიყვარს აი ჩემი სასულიერო პირები, ვინც არიან, აი მე ყველა მიყვარს, ის ჩემი ძმებია, ცოდვილია, მართალია, მაინც ჩემი ძმებია, ქრისტეს სახელით არიან ისინი ეკლესიაში და მე რაღაცნაირად ვუდგები ამ ყველაფერს. მე ვცდილობ, რომ მე დავრჩე მოსიყვარულე ძმად, მეგობრად. ასეთი ის უფალმა მომცა ალბათ და ამით მე ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქისაგან ცოტა რამ მაინც ავიღე მისგან ეს ასეთი რაღაცა. მაგრამ ბუნებრივათაც უნდა ქონდეს ადამიანს. სიყვარული ეს არის ყველაზე დიდი ძალა. დიდი ძალა არის ესა და ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სახელით. გინდა არ გინდა ეს უნდა შევძლოთ. თუ გვინდა რომ ერმა მოგვბაძოს, ეს არის. დღეს არიან ადამიანები, რა თქმა უნდა, გულნატკენები, მაგრამ ღვთის წყალობით მე ვფიქრობ, რომ მომავალი ალბათ კარგი ექნება საქართველოს ეკლესიას. მე მაქვს იმედი და უფალმა ზეგარდამომადლით აკურთხოს ქართული ეკლესია, განაძლიეროს და ღირსეული პატრიარქი მოუვლინოს ჩვენს ერსა მისი წყალობით, მისი სიძლიერით, უფლის შეწევნითა და ძლიერებით. მე მაქვს იმედი, რომ ეს გამართლდება და მოხდება მოვლენა, რომ ჩვენ გვეყოლება კარგი პატრიარქი. დალოცვილი ღვთისა მიერ ნაკურთხი და რა ვიცი, ყველას გლოცავთ უფლის სახელით, მე მაპატიეთ, რომ შეიძლება დროს გართვევთ. არა, როგორ გეკადრებათ, როგორ გეკადრებათ ამ დროით და ჩემი სიყვარული, როგორც უფალი ამბობს, რომ სიყვარული ძალაა ჩვენი, გამარჯვებაა ჩვენი, ძლევაა ჩვენი, ხსნაა ჩვენი და გადარჩენაა ჩვენი. ამინ. გილოცავთ ყველას ამას. მე უფე ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი.